ქრისტიანობის ურთიერთობას, ქრისტეს და ეკლესიის ურთიერთობას ადარებს. ანუ ეკლესია არის ცოლი და ქრისტიანის ქმარი. ამას ამოწმებენ, რომ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტესო, ესევე ცოლი დაემორჩილოს თავის ქმარსო. და როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია, ესე შეიყვაროსო ქმარმა თავის ცოლიო. როგორც შეიყვარა ქრისტემ თავის ეკლესია, თავისთვის ისამო, მის გამო ჯვარზე გაებრა, მის გამო ყველაფერი დაითმნა. რომ თავის ეკლესია უდიდეს სიმაღლეზე აეყვანა. ესე უნდა მოყვარდეს ქმარს თავის ცოლი, შედის გულზე უნდა ატაროს თავის ცოლი და საოცარი სიმაღლეზე უნდა ეყვანოს თავის ცოლი. ესა კაცის მოვალეობა და კაცის ვალდებულება. და ცოლის ვალდებულება რომ ქმარს დაემორჩილოს და იმას მიყვეს და აი მის პალს მიყვეს. კი არ გადაამეტოს ქმარს თავი და ეს თუნდაც ჯობდეს, ხო? ამდენი მეუღლე ესეთია რომ თუნდაც ქმარი ცოლი ბრძენი ქმარი ოჯახში ეს წარმოაჩენს ეს ცოლი, ქმარი უფრო ძლიერია, იმიტომ რომ ოჯახი ესეთი ტკიცე და სპაი ეს გონერები ქონდათ ადრე ჩვენ წინაპრებს. და ამით მიდიოდა ოჯახი წინ და ეს იყო ყველაფერი, ამაზე იდგა ოჯახი.